ჩემი მთავარი მონაგარი ხალხის სიყვარული იყო და ამით უბედნიერესი ადამიანი ვარ. ამ სიყვარულს ვერასოდეს გადავიხდი. მისი სახელი არ საჭიროებს წარდგენას. ეს არის ქალი, ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც მსოფლიო სცენაზე საქართველოს სახელი არაერთხელ გააჟღერა. სულ ახლახანს დაიწყო საკოლექციო ჭადრაკებისა და უნიკალური საპრეზენტაციო დაფების გამოშვება. ორ თემაზე შექმნილი ჭადრაკი უკვე იპყრობს გულშემატკივრებისა და კოლექციონერების ყურადღებას. ვეფხისტყაოსანი, ქართული ლიტერატურის მარადიული საგანძური და ქართული ცეკვა, ეროვნული იდენტობის ცოცხალი პულსი. თითოეული ფიგურა ხელნაკეთია, მოპირკეთებული დეტალებით და ღრმა სიმბოლიკით. მეფე ქართულს ცეკვავს, დედოფალი კი მის პირველ საჩემპიონო გვირგვინს ატარებს. ეს ჭადრაკი მხოლოდ სპორტული ნივთი არ არის. ეს არის ამბავი, ისტორია და მემკვიდრეობა. ეს არის ჩემი მუზეუმი და ბედნიერი ვიქნები თუ ამის ნახოს ბევრი ადამიანი შეძლებს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი საკოლექციო ჭადრაკებია. ვეფხისტყაოსანი და ქართული ცეკვა, რომლებიც 82 წლის ასაკში გამოუშვიდა შესაბამისად. თითოეული 82 ცალი დამზადდება. ეს ისტორიის ნაწილი გახდება. იმიტომ მაინც მართლა დიდ წარმატებებთანაა ეს დაკავშირებით და რაც ვდაურია, ორი ბრენდი დავაკავშირეთ. ჩვენს ქართულ ცეკვებს დავაკავშირეთ ჭადრაკი. რაც შეეხება მეორე ჭადრაკს, ვეფხისტყაოსანს, უბრალოდ ეს არის ისტორიის განახლება. ადრე, როდესაც ქალი თხოვდებოდა, მზითებში ატავდა ჭადრაკს და ვეფხისტყაოსანს. პირიქით უნდა მეთქვა, ვეფხისტყაოსანს და ჭადრაკს. და ამიტომ ესეც აქედან წამოვიდა ეს იდეა და ესეც განმაახლეს. აკადემიკოსმა ნიკო კეცხოველმა ნონას სახსოვრად გაუგზავნა ძველი ბავშვობის ანტიკვარული ჭადრაკი და თან მისწერა. ჩემო ძვირფასო ნონა, გაიხარე ცხოვრებაში ისე, როგორც ჩვენ ყველანი გაგვახარე. ვარდი და იაეფინოს შენს გზაზე მარად, შენს სიტყვაში თქვი. ძველად ქართველები მზითევში ჭადრაკს ატანდნენო. რატომ დღესაც არ გავაკეთოთ იგი? ამიტომ გთხოვ, ეს ჭადრაკიც შენს მზითევის წიგნში შეიტანო. მარად შენი პატივისმცემელი და მოსიყვარულე ნიკო კეცხოველი. ასე რომ ეს ორი ჭადრაკი მიუხედავად იმისა, აქ რასაც ხედავთ, ჩემს მუზეუმში ყველა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამ ორმა ჭადრაკმა წინ წამოიწია და დადგა პირველ ადგილებს. ნონა გაფრინდაშვილისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. მისთვის მთავარი მუდმივი წინსვლაა საკუთარი იდეების, მიზნებისა და სიყვარულისკენ. ის ამბობს, აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე. და მართლაც, როცა ადამიანს ამდენი აქვს სათქმელი, გასაზიარებელი და გასაკეთებელი, დრო მისთვის მხოლოდ შესაძლებლობების ახალი ეტაპია. ჭადრაკის დაფაზე ჯერ კიდევ ბევრი სვლაა დარჩენილი და არც ერთი მათგანი შემთხვევითი არ იქნება.